2020 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 21. გლოვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე 1 კილოგრამი და 2 კილოგრამი მასების სხეულებს შორის მოთავსებულია შეკუმშული ზამბარა, რომელიც მიბჯენილია სხეულებზე. მოცემული გვაქვს, რადგანაც გითხეს, რომ გლოვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარეობს ეს ორი M1 და M2 მასის სხეულიო, ამიტომ F ხახუნი ტოლი იქნება 0-ის, შესაბამისი მასები M1 უდრის 1 კილოგრამს, M2 უდრის 2 კილოგრამს. ზამბარისგან თავისუფლების შემდეგ 1 კილოგრამის მასის სხეულმა შეიძინა 2 მეტრწამს სიჩქარე. V1 უდრის 2 მეტრწამს. განსაზღვრეთ რა მუშაობა იყო შესრულებული ზამბარის შესაკუმშად, ზამბარის მასა უყურებელყავით. ესე იგი, ზამბარის მასა შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ და გვეკითხებიან რა მუშაობა შეასრულა, რა მუშაობა იყო შესრულებული ზამბარის შესაკუმშად. დავიწყოთ პირველ სიტუაციაში, უბრალოდ ჯერ დავხაზოთ შეკუმშვის დროს რა სიტუაციას ჰქონდა, გვაქვს აქ M მასის სხეული, M1 მასის სხეული, რომელიც ზამბარით არის ესე გადაბმული, როგორც გითხრეს, ის იყოს M2 მასის სხეული და ამ მომენტისთვის შესაბამისად V1 0 უდრის 0-ს, V2 0-იც უდრის 0-ს. და შემდეგ ზამბარები გაათავისუფლეს, მეორე შემთხვევაც ავიღოთ. მეორე შემთხვევაში ზამბარები გაათავისუფლეს და ეს ზამბარები გაიშალა. ეს არის M2, ეს არის M1. ახლა გამოთავისუფლების შემდეგ პირველმა სხეულმა, როგორც გითხეს, შეიძინა V1 სიჩქარე 2 მეტრწამი და ცხადია მეორეც შეიძენდა რაღაცა სიჩქარეს, რომელიც არ ვიცით რის ტოლია. არ ვიცით V2, ავტომატ 2 მეტრწამი დავწერე, რაც არ წოდია. ხო, ახლა საწყის მომენტში ბუნებრივია ამ ორი სხეულის შესაკუმშად გარე ძალამ დახარჯა გარკვეული მუშაობა. და შესაბამისად გამოთავისუფლების დროს გამოთავისუფლდებოდა სწორედ ის ენერგია, რომელიც გარე ძალამ შეკუმშვისთვის შეასრულა. შესაბამისად, მეორე შემთხვევაში მუშაობა ამიტომ ტოლი იქნება, რადგანაც მეორე შემთხვევაში სხეულებმა გამოთავისუფლებული ენერგია გამოთავისუფლეს მხოლოდ და მხოლოდ კინეტიკური ენერგიების ხარჯზე, ამიტომ მუშაობა ტოლი იქნება M1 V1 კვადრატს ნახევარს პლუს მოდი ასე დავწეროთ, უფრო კარგი იქნება, ესე იგი W პირველი სხეულის კინეტიკური ენერგია, კინეტიკური 1 პლუს W კინეტიკური 2, რომელიც ტოლი იქნება თავისთავად ცხადი არის M1 V1 კვადრატის ნახევარს პლუს M2 V2 კვადრატის ნახევარი. და მოდით ახლა, რადგანაც გითხრეს, რომ ზედაპირი გლოვი არისო, შეგვიძლია ჩავწეროთ იმპულსის შენახვის კანონი, ამისთვის ღერძი მიმართოთ ვერტიკალურად მარჯვნივ. ეხლა პირველ შემთხვევაში სხეულები გაჩერებულია შესაბამისად პირველ შემთხვევაში M1 V1 0 დამატებული M2 V2 0 ტოლი იქნება 0-ის ტოლი და მეორე შემთხვევისთვის M1 V1 პლუს M2 V2 და დაგვრჩეს იმპულსის შენახვის კანონიდან გამომდინარე, ეს 0-ის ტოლად. ახლა V1-ს თუ დავაგეგმილებთ, გვექნება მინუს M1 V1 დამატებული V1-ის გეგმილი იქნება მინუს V1 დამატებული M2 V2 ვექტორის გეგმილი იქნება x ღერძზე V2. ეს ტოლი არის 0. საიდანაც M2 V2 ტოლი არის M1 V1-ის, აქედან M1 შეფარდება M2-თან, ტოლი იქნება V1-ის ფარდობა V2-თან, საიდანაც შეგვიძლია V2 განსაზღვროთ, V2 ტოლი იქნება V2 ტოლი იქნება დეცოტი ხوار შეგვეშალა, აქ შეგვეშალა, აშკარად შეგვეშალა. ესე იგი აქედან განსაზღვროთ M2-ის ფარდობა, M2-ის შეფარდება M1-თან, ტოლი იქნება V1 შეფარდება V2-თან და აქედან ჩვენ თუ განსაზღვრავთ V2-ს, V2 ტოლი იქნება M1 M1 შეფარდებული M2-თან V1-ზე. კი ბატონო, ესე იგი რა გამოდის? V2 თუ ტოლი არის M1 შეფარდებული M2-თან V1-ზე,
M1 პირობით ვიცით, რომ არის 1 სტოლი, M2 ვიცით, რომ არის 2 სტოლი, გამრავლებული V1-ზე, რომელიც პირობით არის 2 სტოლი და გამოგვდის V2 ყოფილა 1 მეტრ წამის 1 მეტრ წამის სტოლი. ანუ შეგვიძლია დავწეროთ აქ მივუთითოთ, მოდით. აქ V2 ტოლი არის 1 მეტრ წამის. და ახლა მუშაობა გამოვთვალოთ. მუშაობისთვის გვექნება M1 არის პირობით 1, გამრავლებული V1-ის კვადრატზე, ანუ 2-ის კვადრატზე 4 შეფარდებული 2-თან, დამატებული M2 არის 2 სტოლი, გამრავლებული V2-ის კვადრატზე V2 მივიღეთ 1, ანუ 1-ის კვადრატზე გამრავლებული 1-ზე შეფარდებული 2-თან, და სტოლი იქნება 2-ს დამატებული 1. სუდრის 3 ჯოულს. ანუ საბოლოოდ მუშაობა ტოლი ყოფილა 3 ჯოულის. პასუხი G.